არის საპარლამენტო ოპოზიციის ხელმოჩაურის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი საარჩევნო სიებში არსებულ უზუსტობებზე საუბრობს მერაბ ღოღობერიძის თქმით. მხოლოდ ბათუმის 32 საარჩევნო უბანზე 13 პირი იმ მისამართზე არ ცხოვრობს, რომელიც სიაშია მითითებული. ნაწილს კი ბიულეტენი ისეთ ადგილას მიუვიდა, სადაც საცხოვრებელი სახლი 10 წელზე მეტია არ არსებობს. მაგალითისთვის მას კომახიძის 19 ნომერში მადუნა ბერიძის სახელზე მისული ბიულეტენი მოყავს და აცხადებს, რომ აღნიშნულ პიროვნებას კონკრეტულ მისამართზე არასოდეს უცხოვრია. პარტიის წარმომადგენელი ვარაუდობს, რომ ამით მოქმედი ხელისუფლება ხმების გაორებას ცდილობს, რაც საბოლოო ჯამში რეალური სურათის გაყალბებას გამოიწვევს. აღნიშნულ ფაქტს არადასტურებს საარჩევნო უბნის თავმჯდომარე. მან აღნიშნა, რომ 10 განცხადება უზუსტობასთან დაკავშირებით უბანში უკვე შევიდა, რომელთა დაზუსტება ოლქში, შემდგომ კი იუსტიციის სახლში მოხდება. კომახიძის 19 ნომერში ვინმე მადუნა ბორქვაზე არასდროს არ უცხოვრია და არც ყოფილა. არაერთ გზისა, ჩვენი თხოვნისა, ოჯახისა, როდესაც მოუწოდებთ, რომ ამოეყოთ ეს ადამიანი, არასოდეს არ ამოუღია. წლევანდელ წელსაც იმ პირებს, ვისაც ჰქონდა ეს qalbi მოწვევები, გამოიყენებს ერთიანობის მოძრაობის მხარდამჭერთა აქტივისტები და დამატებით გადაბარგებული, კოჰაბიტირებული ქართულ ოცნებაში ეს ორი ჯგუფი გამოიყენეს ამ პირადობის მოწვევებს, რეალური საფრთხე არსებობს. და თulit რომ ეს შესაძლებლობას ქმნის გაყალბდეს არჩევნები. საინფორმაციო ბარათების დარიგების დროს, როცა კომისიის წევრები გადაცემენ ამ ბარათებს, ეგ არ გულისხმობს, რომ ყველა თითეულს უნდა გადაცეს. ოჯახში ვინც არის, ყველას აძლევს ერთობლივად ამ წევრს. იქ არის მითითებული, რომ თუ თქვენთან რაიმე უზუსტობა არის, შეგიძლიათ უბანში მობრძანეთ და გააკეთოთ განაცხადება, ხო? თუ ინმესთან რამე იყო ესეთი და სიაში არ იყო ან მიმატებული ან აკლდება რაღაცა, უნდა მოსული იყვნენ, ხო და გაეკეთებინა და განცხადება. რომ იყო ერთი 9 განცხადება და ჩვენ გადავეც ოლქს. ოლქი იმოქმედებს კანონმდებლობის შესაბამისად.